კატერინ როზალი ჟერარ დუტე, რომელიც უბრალოდ როზალი დუტეს სახელით იყო ცნობილი, დაიბადა 1758 წლის 23 ნოემბერს ვერსალის სასახლეში პარიზში. ის საშუალო ფენის პატივსაცემი ოჯახიდან იყო, რადგან მისი მამა ჟან-ფრანსუა ჟირარი სასახლეს უვლიდა, თუმცა ასევე ამბობენ, რომ ის ლუი XIV-ის მსახურადაც მუშაობდა. მისი დედა იყო ლუიზ როზალი კარმონი, რომელიც დღეებს ოჯახისა და შვილების მოვლაში ატარებდა. დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ როზალი სენ-ლუის პარიზში მონათლეს, თუმცა რაღაც მიზეზის გამო მისი მამა არ ესწრებოდა. შესაძლოა ჟან-ფრანსუამ ეს მოვლენა სამუშაოს გამო გამოტოვა. შეიძლება ის ლუის საყვარელს ემსახურებოდა, როგორც მას უწოდებდნენ. მის ნაცვლად ნაცვლობის ოფიციალურ დოკუმენტს ხელი როზალის ბებიამ და ნათლიამ მოაწერეს. რადგან ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო, ახალგაზრდა როზალიმ გუვერნანტი არ ჰყავდა, როგორც ეს ზედაფენის გოგონებისთვის იყო დამახასიათებელი. მიუხედავად ამისა, მან მაინც მიიღო კარგი კათოლიკური განათლება, რადგან პატარა ასაკიდანვე სენტერის მონასტერში გაგზავნეს. ბოლოს მონასტერში ცხოვრებისგან დაიღალა და 15 წლის ასაკში დატოვა იგი. ამის შემდეგ იგი გააგზავნეს თავისი მდიდარი დეიდის, მადამ დიუვალისთან საცხოვრებლად. მიჩნეულია, რომ მან თავისი ქონება მაჭანკლობით დააგროვა. მისი უნარი დაეცვლებინა საფრანგეთის ელიტა შეუდარებელი იყო, რამაც მრავალი წარმატებული ურთიერთობა და ქორწინება გამოიწვია. ამის მიუხედავად, მადამ დუვალი ამაყად აცხადებდა, რომ ქუდების მკერავი იყო. სწორედ მაშინ, როცა როზალი დეიდასთან ცხოვრობდა, მისი ცხოვრება მოულოდნელად რადიკალურად შეიცვალა. როზალი გააცნეს ორ ახალგაზრდა ქალს, მარი და ჟენევიევ ვერონტო დე ვერდიერს. გოგონები ლიმონათის მოაჭრის ქალიშვილები იყვნენ და ბავშვობაში როზალის მსგავსად გაიზარდნენ. თუმცა ეს გოგონები ლუი მე-15 მეფის დროს ცნობილი კურტიზანები გახდნენ. საინტერესოა, რომ ორივე და ცნობილი ჯარისკაცისა და ოფიცრის მორის საქსონელის გრაფის საყვარლები იყვნენ. 1758 წელს მარი კიდეც გააჩინა გოგონა, რომელიც გრაფის შვილი იყო. სამწუხაროდ გრაფი მხოლოდ 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ვერდიერები ცნობილები იყვნენ თავიანთი ოსტატობითა და მაცდუნებლობით. ბევრი არისტოკრატი მათ საყვარლებად ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერდიერებს ბევრი მფარველი ფინანსურად დაღუპული ჰყავდათ. ორი კურტიზანი, რომლებიც ასევე მსახიობები იყვნენ, ახალგაზრდა როზალი თავის ფრთებქვეშ აიყვანეს და დაიწყეს მისი საჭირო უნარების სწავლება, რათა პარიზში ოპერის მოცეკვავე გამხდარიყო. როზალი იყო ახალგაზრდა, მომხიბვლელი, ვარდისფერლოყება გოგონა და მალე მან ისწავლა სიმღერა, მსახიობობა, ხალხის გაცინება, ასევე საჭირო სოციალური უნარები, რათა ქვეყნის ელიტაში თავისუფლად ეურთიერთა. მარი და ჟენევიევის სახლში ყოფნისას როზალი ყურადრებით აკვირდებოდა თუ როგორ მოახერხეს ამ დებმა თავიანთი საყვარლებისგან ამდენი ფულის მიღება. რა თქმა უნდა, მან გააცნობიერა, როგორ შესანიშნავი ცხოვრება ელოდა მას, თუ მათ კოლს გახვებოდა. ამიტომ მან ზუსტად ჩაიწერა მათი ყველა ხრიკი. 17 წლის ასაკში მან გაიცნო ნამბონის 44 წლის არქიეპისკოპოსი არტურ რიჩარდ დილანი. არ გასულა დიდი დრო, რომ არქიეპისკოპოსმა ახალგაზრდა როზალი თავის საყვარელად გაიხადა და შემდეგ მისი პირველი მფარველი გახდა. არტურ რიჩარდმა ასევე ხელი შეუწყო მის კარიერას, ასწავლიდა როზალის ახალ სიმღერებსა და ცეკვებს. თუმცა მალე ეს ხანმოკლე ურთიერთობა დასრულდა და როზალი შეუერთდა მდიდრულ ბორდელს, რომელსაც მართავდა მადამ დე სენტ-ეტიენი. ამის შემდეგ ის ფართოდ გახდა ცნობილი როგორც როზალი დიუტე. ალბათ მისი დიდი სილამაზის გამო, მალე ახალი მდიდარი მამაკაცები როზალით დაინტერესდნენ. მისი შემდეგი მნიშვნელოვანი კავშირი იყო ჰოხკარ დე მონფერმესთან, გადასახადების მთავარ ამომღებთან. ეს თანამდებობა გულისხმობდა მეფის სახელით გადასახადების ამოვებას. ეს მთავარი გადასახადების ამომღებები ასევე ზრუნავდნენ იმაზე, რომ საკუთარ თავს სოლიდური ბონუსები მიეცათ. მონფერმეს მეშვეობით როზიმ პარიზის ოპერაში დოპერაში დებიუტი ჰქონდა, სადაც სცენური სახელით მადმუაზელ როზალი გამოდიოდა. სწორედ გამოსვლისას მოიპოვა როზალიმ სულელი ქერას რეპუტაცია. თუმცა სინამდვილეში ის საკმაოდ ჭკვიანი იყო. მას სულელად მიიჩნევდნენ თავისი უცნაური ჩვევის გამო.
როზალი ჩვეულებრივ რამდენიმე წამით ჩერდებოდა, სანამ საუბარს დაიწყებდა. საინტერესოა, რომ ზოგიერთისთვის ეს ნიშნავდა, რომ ის სულელი იყო, თუმცა აშკარად ასე არ იყო. მისი ეს უჩვეულო პაუზა შთაგონებად იქცა ერთაქტიანი სატირისთვის, სახელად Le Curiosité de la Frua, რომელიც ამბობენ, რომ პარის კვირების განმავლობაში აცინებდა. ამა დიუტა იმდენად დააღონა, რომ მან სოგარ პირობა დადო, აკოცებდა ყველას, ვინც მის ღირსებას აღუდგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მონფერმესთან კომფორტული მდგომარეობა ჰქონდა, როზალი მაინც უკმაყოფილო იყო. ამიტომ ერთდროულად რამდენიმე საყვარელი ჰყავდა. ყველაზე სავარაუდოა, რომ მან ურთიერთობები მოკლე დროით ინარჩუნა, რათა მაქსიმალურად გაეზარდა როგორც სიმდიდრე, ასევე სიამოვნება. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად მისი მფარველებისგან მიღებულმა საჩუქრებმა და მცირე პენსიებმა პარიზში კომფორტული ცხოვრება მისცა. მან ყურადღება მიიპყრო მრავალი მეცნიერის შორის, მაგალითად ფილოსოფოს დიედრიოს, პოეტ ჟან-ტილ ბერნარს და ისტორიკოს მარმონტელს. მიუხედავად ამისა, როზალის სილამაზე ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ფრანკ სამეფო ოჯახსა და არისტოკრატიაში. ეს შეიცვლებოდა 1766 წელს, როდესაც მან მოხიბლა 19 წლის შარტრის ჰერცოგი, რომელიც შემდგომში გახდებოდა ორლეანის ჰერცოგი, ფილიპ ეგალიდე. არსებობს მტკიცება, რომ ახალგაზრდა ქალმა ჰერცოგს ქალწულება წაართვა. ამ ამბავმა არისტოკრატიულ წრეებში სწრაფად გავრცელდა და მალე ბევრ სხვა მამაკაცსაც მოუნდა მშვენიერი როზალისთან ურთიერთობა. საინტერესოა, რომ ცნობილ არისტოკრატთან სექსუალური კავშირი როზალის რეპუტაციას აუმჯობესებდა და თითქოს მას სამეფო მოწონებას აძლევდა. ამ დროისთვის მისი ურთიერთობა ახალგაზრდა ჰერცოგთან დასრულებული იყო და მდიდარი მამაკაცების სერია ცდილობდა მისი გულის მოგებას, რომელთაგან ბევრიც მისი ახალი მფარველი გახდა. მათ შორის იყვნენ ლა-ტრემოაის ჰერცოგი, დიუფურის გრაფები, კლერმონის რაინდი და ბლანიე ბატონი. მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ეს მამაკაცები საჩუქრებით ავსებდნენ მას, რის შედეგადაც როზალი კიდევ უფრო მდიდარი ახალგაზრდა ქალი გახდა. თავისი სიმდიდრით მან საკუთარი პორტრეტებების დახატვა არაერთხელ შეუკვეთა. დროთა განმავლობაში მას საფრანგეთის ყველაზე სახელგანთქმული მხატვრებიც კი ხატავდნენ და მის ქანდაკებებსაც ქმნიდნენ. 1768 წელს კრისტიან VII დანიისა და ნორვეგიის მეფე პარიზსა და ლონდონში უცხოეთში მოგზაურობდა. როზალიეს დიდი სილამაზის შესახებ ბევრი რომ ესმოდა, ქალაქში ყოფნისას ვერ შეიკავა თავი და მას შეხვდა. რა თქმა უნდა, რომანი ხანმოკლე იყო, რადგან მეფეს დიდხანს დარჩენა არ შეეძლო. თუმცა, ამან მას აქამდე არნახულზე მეტი ფული დაუტოვა. ამ დიდი სიმდიდრით მან პარიზის ალესის რაიონში ფეშენებელური სასტუმრო შეიძინა. მისი რეპუტაცია და სილამაზე ისეთი იყო, რომ თვით მეფე ლუი XIV-იც კი თვალს ადევნებდა მას. თუმცა, როგორც ჩანს, მისი საყვარლების გრძელი სია და ერთგულების ნაკლებობა მეფეს აფრთხობდა. ნებისმიერ შემთხვევაში როზალი არ უჩიოდა არისტოკრატ მამაკაცებს, რომლებიც მის დაპყრობას ცდილობდნენ. დანიისა და ნორვეგიის მეფესთან რომანის შემდეგ მას ურთიერთობა ჰქონდა მარკიზ დე ჟონლისთან, გრაფ დე მაგოვასკისთან და პრინც დე კონტისთან. 1775 წელს, უკვე 26 წლის ასაკში, მასზე თითქმის 9 წლით უმცროსი გრაფ დ'არტუა, მომავალი შარლ მე-10 ეტრფოდა. როზალი ახალგაზრდა გრაფის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მან ლამაზი ქალბატონის პორტრეტი ნახა. რამდენიმე დღის შემდეგ, რაც როზალის ეპრანჭებოდა, ის მის საწოლში აღმოჩნდა. 6 თვიანი ურთიერთობის განმავლობაში გრაფი ყველაფერს აკეთებდა, რომ თავისი საყვარელი დაეკმაყოფილებინა. საიდუმლო არ იყო, რომ ის მასზე შეყვარებული იყო. მის პატივსაცემად წვეულებებს აწყობდა და როგორც ამბობდნენ, მასზე 80,000 ფუნტის ღირებულების სამკაულები დახარჯა, რაც დღეს დაახლოებით 13 მილიონ ფუნტს შეადგენს. ამბობდნენ, რომ ყოველ საღამოს ის მოდიოდა და პალე როიალის შესახვევებში მისდევდა მას. საჯაროდ ავლენდა ვნებას, რომელიც თავისი წოდების გამო უნდა დაემალა. მიუხედავად იმისა, რომ გრაფი მარი ტერეზა დე სავოიზე იყო დაქორწინებული, ის ამ ურთიერთობას დიდად არ მალავდა. სანამ ის როზალიზე იყო გატაცებული, მარი მათ პირველი შვილი, ლუი ანტუანი გააჩინა. სამწუხაროდ მისთვის ის გარეგნობით არ გამოირჩეოდა. მას აღწერდნენ როგორც მოუქნელ, მოუხერხებელ და გრძელცხვირიან ქალს. თუმცა ამბობდნენ, რომ მას კეთილი გული ჰქონდა. სამეფო კარზე მისი უუნარობა, რომ ქმარი დაეკმაყოფილებინა,
ხუმრობის საგანი იყო. ამბობდნენ, რომ პრინცს სავოის ნამსხვრით მოუვიდა საჭმლის მომნელებელი პრობლემა და ახლა ჩაის დასალევად პარიზში მიდის. ეს სიტყვების თამაშია როზალი დიუტეს გვარზე, რადგან ფრანგულად თე ნიშნავს ჩაის. ერთხელ დედოფალმა მარი ანტუანეტმა, როგორც ამბობენ, დაინახა როზალი დიუტეს ეტლი და დაახჭურვილობა, რომელიც ბევრად უფრო ლამაზად იყო მორთული, ვიდრე მისი. დედოფალი ამას არ დაუშვებდა და შურისგან გაბრაზებულმა როზალი დიუტეს შანზ-ელიზედან გააგდო. 1766 წელს ახალგაზრდა გრაფმა დაასრულა ურთიერთობა როზალი დიუტესთან, რადგან სხვა ქალებთან ახალი თავგადასავლების ძიება დაიწყო. მომდევნო წელს როზალი დიუტე ინგლისში გაემგზავრა, სადაც ორი რომანი ჰქონდა, არისტოკრატებთან და თავად უელსის პრინცთანაც კი. 1778 წელს ის საფრანგეთში დაბრუნდა. ეხლა როგორც არასდროს მდიდარი, როზალი დიუტემ პარიზში სასახლე იყიდა და ირონიულად მისი მეზობელი ერთ-ერთი ყოფილი საყვარელი აღმოჩნდა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მან გააგრძელა თავისი ჩვეული ცხოვრება, სარგებლობდა ფუფუნებითა და სიცოცხლით სავსე ცხოვრებით, ოვრებით. ის ყოველთვის ესწრებოდა საზოგადოებრივ ღონისძიებებს, სადაც ხვდებოდა როგორც ყოფილ, ისე ამჟამინდელ საყვარლებს. 1786 წელს როზალი კიდევ ერთხელ გაემგზავრა ინგლისში. ეხლა როცა თითქმის 40 წლის იყო, მას აღარ ჰქონდა ის ფიზიკური მომხიბლელობა, რაც ადრე ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა მდიდარი მამაკაცი კვლავ ცდილობდა მისი გულის მოგებას. მისი ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ურთიერთობა იყო ჯორჯ უინდჰემთან, ეგრემონტის მესამე გრაფთან. ცხვილი ხშირად ერთად ჩნდებოდა, განსაკუთრებით ოპერაში. გრაფმა მას მოოქროვილი ეტლიც კი უყიდა. ერთი ამბავი ამბობს, რომ როზალის ყოფილი საყვარელი, როცა ისინი თინეიჯერები იყვნენ, ლუი ფილიპე მეორემა ორლეანის ჰერცოგმა, იგი თავის 15 წლის შვილს ფილიპეს, მომავალში მეფე ლუი ფილიპეს წარუდგინა, რათა ცხოვრების გარკვეული ფაქტები ესწავლოს. როგორც ჩანს, ორლეანის ჰერცოგს ეშინოდა, რომ მისი 15 წლის ბიჭი ზედმეტად იყო დაინტერესებული მამაკაცებით, ამიტომ იმედოვნებდა, რომ როზალი მას სექსზე ასწავლიდა. ჭორები ამბობენ, რომ მისი გაკვეთილები იმდენად კარგი იყო, რომ ახალგაზრდა პრინცი მალე ექსპერტი გახდა. შემდეგ როზალი ფილიპეს სამეფო ეტლში შენიშნეს შანზ-ელიზეზე. ჩვეულებრივ ამ ეტლებში მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს ჰქონდათ ყოფნის უფლება, ამიტომ რამდენიმე ახალგაზრდა არისტოკრატი მას დასცინოდა და სკანდირებდა. ლა დიუტე ადულტეტე, რაც ნიშნავს, რომ როზალი დიუტემ ალბათ ვინმე ორალურად დააკმაყოფილა. როზალი ინგლისში 6 წელი დარჩა. 1782 წელს კი საფრანგეთში დაბრუნდა, რათა ემიგრანტების სიიდან თავისი სახელი ამოეღო. სამწუხაროდ სანამ დაბრუნდებოდა, მისი ერთ-ერთი სასახლე ჩამოართვეს და ეროვნულ ქონებად გამოაცხადეს. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ მან სცადა ეს ქონება დაებრუნებინა და იმედი ჰქონდა, რომ სხვა ქონებასაც დაიცალდა, რომელიც პარიზში სხვადასხვა ადგილას ჰქონდა განთავსებული. მისი მეგობრის ბანკირ ჟან ფრედერიკ პერეგოს დახმარებით როზალის ფინანსები კარგ მდგომარეობაში იყო. პერეგო არამხოლოდ მის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობრად არის აღწერილი, არამედ როგორც მისი უდიდესი თაყვანისმცემელი. ჭორი ამბობს, რომ მან თავი მოიკლა 1809 წელს, როდესაც უყურებდა როზალის პორტრეტს, რომელიც 1782 წელს ჰქონდა შეკვეთილი. 1793 წლის იანვარში მეფე ლუი მე-16 სიკვდილით დასაჯეს. როზალი აღშფოთებული იყო ამით და საჯაროდ გამოხატა თავისი აზრი. თუმცა ფრანგი რევოლუციონერები ამას ცუდად შეხვდნენ. შეშინებულმა, რომ მასაც შეიძლება იგივე ბედი ეთიოს, როზალი რამდენიმე დრეში ინგლისში გაემგზავრა. საბედნიეროდ მან შეძლო აერიდებინა ის საშინელებები, რასაც ბევრი რევოლუციის დროს შეხვდა. როზალი ინგლისში 23 წელი დარჩა და მხოლოდ 1816 წელს რესტავრაციის დროს დაბრუნდა. მიუხედავად ასაკისა, როზალის კვლავ ჰყავდა თაყვანისმცემელთა ბრბო და მასთან ბევრი სტუმარი მიდიოდა. ცხოვრების ბოლო წლები მშვიდობიანი იყო. სხვა კურტიზანებისგან განსხვავებით, მან თავისი ქონება არ გაფლანგა და ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრა, თუმცა გარდაცვალების დროს თითქმის ბრმა იყო. როზალი დიუტე გარდაიცვალა 1830 წლის 24 სექტემბერს 82 წლის ასაკში. შემდეგ იგი დაკრძალეს პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. მისი მნიშვნელოვანი ქონება, როგორც მიიჩნევა, გადანაწილდა მის ბიძაშვილებს შორის, რადგან მისი გარდაცვალების დროისთვის ოჯახის უმეტესობა უკვე გარდაცვლილი იყო და მიუხედავად მისი მრავალი სექსუალური კავშირის, მას შვილები არ ჰყავდა.
გმადლობთ ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს როზალი დიუტეზე. მართლა იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. თუ ასეა, დამიტოვეთ ლაიქი და კომენტარი ქვემოთ. ხოლო თუ ახალი ხართ, რატომ არ გამოიწერთ არხს? დარწმუნდით, რომ შეტყობინებები ჩართული გაქვთ, რათა ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი აითვირთება. თუ გაქვთ რაიმე რეკომენდაცია, გთხოვთ დამიტოვეთ კომენტარი ქვემოთ, ან გამომიგზავნეთ ელფოსთან. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ დაუცდებული ცხოვრების შემდეგ ეპიზოდში ისევ გნახავთ. გმადლობთ.